პროგრამის ეკოლიდერთა სკოლა 2025 წლის სასწავლო კურსი დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და გარემოს დაცვითი და ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს კურსის დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. ეკოლიდერთა სკოლა 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი ახალგაზრდა თაობისთვის გარემოს დაცვითი საკითხების სწავლება და მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება. სასწავლო კურსი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვითი და ინფორმაციის და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. თეორიული სწავლების შემდეგ მოსწავლეები პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, დიღმის ტყის პარკს, საწარმო შპს სუფთა სამყაროსა და ალგეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ. ეს არის კარგი პლატფორმა გარემოს დაცვის მიმართულებით. სკოლის მოსწავლეებმა გაიარეს ისეთი თემატიკა, როგორიც არის ბიომრავალფეროვნება, ნარჩენების მართვა, მდგრადი განვითარების მიზნები, ასევე ადამიანის ეკოლოგიური უფლებები და უამრავი სხვა. ყველაფერი ამასთან ერთად ის აძლევს საშუალებას მათ და მეტ მოტივაციას, რომ მათ შემდგომში სწავლა განაგრძნონ გარემოს დაცვის მიმართულებით, როგორც საბაკალავრო პროგრამებზე, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე. 2 თვის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები და ლექციები სხვადასხვა თემებზე, როგორებიც არის მდგრადი განვითარება და ბიომრავალფეროვნება, ხოლო ამჟამად ვიმყოფებით 3 დღიან გასვლით შეხვედრაზე, სადაც გვეძლება საშუალება ჩვენი თეორიული ცოდნა გადმოვიტანოთ პრაქტიკაში.